საქართველოს პრეზიდენტი მიხაილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად. მას აეროპორტში ირანის განათლების მინისტრი ჰოსეინ სიმაის საფარი დახვდა. ირანში ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. დღის განმავლობაში უცხოური დელეგაციები ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერისთვის პატივის მისაგებად ჩადიოდნენ. საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა მოაწერეს. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამისი ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველოსთვის პრიორიტეტულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში. საქართველოს როლი და პოტენციალი მათთვისაც საინტერესოა. დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ითქმება ამ ქვეყნების განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს. პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილია. გამოძიების თანახმად გიგა ავალიანზე თავდამსხმელებმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მასწავლებლის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები. შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა ის სამსახურიდან სახლში. გიორგი მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვეთანხმებით აღნიშნულ კვალიფიკაციას, აღნიშნულ მუხლს, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავეთანხმებოდით სხვა მუხლით წარდგენილ კვალიფიკაციას ბრალის ნაწილში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გულისხმობს შეუწყობინებლობას. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. საქართველოშიც თუ საჭირო გახდება საზღვრების გარეთაც. თვალით არ უნახე ეს ადამიანი, ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ უნდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. ჩემი შვილის მეგობარს, ბავშვობის მეგობარს, რომელიც ერთად არიან გაზრდილები ეს ბავშვები, რაღაც არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო. და აქედან გამომდინარე, მინდა დაველაპარაკო და წამომყევიო და არ გაყვა ჩემი შვილი, რა თქმა უნდა. მე ველოდებოდი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პროკურატურამ დიახ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ბრალის განძიებასთან დაკავშირებით. შვილ მკვდარ დედას და მით უმეტეს სადისტურად შვილ მოკლულ დედას არაფერი არ აძლევს შვებას, მაგრამ ცოტა ოდნავ მაინც თუ შეიძლება რომ რაღაცა ცოტა შვილის წინაშე მართალი იყო, სწორედ ეს არის რომ პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად. პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას, აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. დონალდ ტუსკის თქმით, საჭიროა მხარეებმა არსებული დაძაბულობის გამწვავება არ დაუშვან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა. ამასთან ტუსკმა ნატოს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით შტატებისთვის ნატოს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობების გაგრძელება აბსურდულია. აღნიშნული პოზიცია მან სოციალურ ქსელში გავრცელა და თან დაურთო დიაგრამა, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ფინანსურ წყვილს ასახავს. გრაფიკის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი დანახარჯები სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენ გვერდით არ ყოფილან, წერს ტრამპი.